2025 წლის 26 ნოემბერი დღე, როდესაც პირველად ისტორიაში ბათუმში ტარდება DevFest-ი, Google-ის მიერ ორგანიზებული. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე რეგიონისათვის, იმიტომ რომ DevFest-ი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ენთუზიასტებს, სტუდენტებს, პროფესიული კოლეჯებს და ზოგადად იმ ადამიანებს, ვინცაც აინტერესებთ თუ რა ხდება დღევანდელ სტექში, მიიღონ მონაწილეობა, შეხვდნენ სპიკერებს, რომლებიც დღევანდელ დღეს არიან წამყვანი კომპანიების წამყვანი სპეციალისტები. მიიღონ მათგან ინფორმაცია თუ რა ტექნოლოგიებს, რა მიმართულებებს და ზოგადად რა ცოდნას საჭიროებს ესა თუ ის ახალი თანამედროვე, ულტრათანამედროვე მიმართულებები და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ფიქრი ზუსტად მათ მიმართულებაზე თუ საით სურთ განვითარება პროფესიული მიმართულებით. სწორედ ამას უწყობს ხელს პლატფორმა DevFest-ის. კომპანია Google ყოველწლიურად დაახლოებით 700-მდე ქალაქში ატარებს DevFestivalებს და როგორც გითხარით, ისტორიაში პირველად ბათუმში იმართება. ეს პირველია და შემდეგ წლებში უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა ფესტივალების ჩატარება იგეგმება, რა თქმა უნდა, Google-ის დამხმარებით და ყველა იმ სპონსორის მხარდაჭერით, რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა და დაგვეხმარა, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყო სრულყოფილი, წარმატებული და ახალგაზრდებს ჰქონოდათ სრული ცდომა როგორც ინფორმაციასთან, ასევე ჰქონოდათ ენერგია იმისათვის, რომ მთელი დღე გაატარონ სესიებზე, გაატარონ სპიკერებთან ერთად, გაატარონ ორგანიზატორებთან ერთად, მიიღონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობები, რომ დანერგონ და განავითარონ ახალი ინოვაციებით სავსე მომავალი. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ტექნოპარკში. დღეს შევეხეთ ძალიან საინტერესო თემას, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა დღესდღეობით ძალიან იზრდება. ძალიან მომეწონა დღევანდელი ჩატარებული ლექციები, რადგან ძალიან საჭირო თემებს ეხებოდა და ასევე დაინტერესებული ვარ პროგრამირებაზე და დღევანდელი ლექციის შემდეგ მიმაქვს ის ცოდნა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ და უფრო კარგ შედეგებზე გავიდეთ ყველა.